ფოთის სპორტში გაფიცულები კი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სპორტის ხელმძღვანელობისგან მათ ხელფასების 20%-იანი ზრდის, სადაზღვევო პაკეტისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ დაპირება მიიღეს. ფოთის სპორტის გაფიცულ თანამშრომლებსა და სპორტის მენეჯმენტს შორის რამდენიმე დღიან უშედეგო მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ასევე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთენ. მათი განმარტებით ხელფასების ზრდა 20%-ით არა 1 იანვრიდან, არამედ 1 დეკემბრიდან მოხდება. შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ სპორტის თანამშრომლებს აუნაზღაურებენ გაფიცული დღეების საფასურს, ასევე იქნა საშუალო ზრდა 20%-ით ხელფასების არა 1 იანვრიდან, არამედ 1 დეკემბრიდან. არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით სპორტის ახალ ხელმძღვანელობასთან, რომ უახლოეს მომავალში ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში, რომელიც პრემიერთან შეიქმნა მისი ხელმძღვანელობით, იქნება უფრო კონკრეტულად განხილული ეს საკითხები. შეთანხმება მიღწეულია, მუშაობდა სამუშაო ჯგუფი, ადმინისტრაცია, ჩვენი კომიტეტი და მთავრობიდან იყვნენ ეკონომიკის მინისტრი და მასთან ერთად პირები, რომელიც ჩართულები იყვნენ და საერთო ჯამში მივახციეთ შეთანხმებას.